მოგესალმებით, ბრუნდებით ბანერლორდის მერვე ეპიზოდით და მოკლედ ეხლა რა სიტუაცია. წინა ეპიზოდის ბოლოს უпростоრად სიბირი დავკარგეთ, ცოტა ვიარე არმიამ ვიშოვე. ასე რომ ვთქვათ, გამოვიძახე კიდევ არმია, აი აგერ ესენიც გამოვიძახოთ, გათავისუფლებულან. რაც შეიძლება მეტი არმია გვჭირდება, აი ასე. და ხო, აქ ვარნავაპოლს ალყა ქონდა, შევედი. სანამ ეპიზოდს დავიწყებდი. 52 ტრუპი დავკარგე და ალყა მოხსნეს. არ ვიცი 373 კაცი, სულ ვიყავით 600 კაცი და ალყა მოხსნეს. აქ იდგა დაახლოებით 1000 კაციანი არმია. და ეხლა მოკლედ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის მიზანი არის ის, რომ სანამ დაგვნებდებიან, რაც წინა ეპიზოდში ვერ გავაკეთეთ, აი ავიღოთ ეს ქალაქები მთლიანად. აი, მოკლედ ეხლა გავეკიდოთ მოდი ამ ფეფანას არმიას. და ესე სათითაოდ რო ვსდიო, აი ეს მინდა. კი ბატონო. ტრუპები უცბად. ხო, სათითაოდ გავეკიდები ეხლა. მოკლედ ეგ არის ჩამოუღეთ კედლები, კატაპულტები გაუნადგურეთ. ორი დღის საჭმელი კი დარჩათ, მაგრამ რა, კაი მოდი ტრუპები გავუშვათ, ამას უცბად ავიღებთ, ეგ არის 256 კაცი მოვიკვდა, არა უშავს. პრისონერები ავიყვანოთ. ეგ არის სიბირი დავიბრუნდით, ისევ ჩვენი მმართველობის ქვეშ გადმოვიდა. გარნიზონიდან ეხლა ცოტა ხალხს ავიყვან. და მოკლედ მე მინდა რომ ეხლა აი ეს ტაკორის ციხესიმაგრე ავიღოთ, აქ ალყა შემოგვარტყეს და რა გიამოდის ამ ვლადივის დასაცავად. ამას დიდი ალბათობით დავკარგავთ, მაგრამ არა უშავს დავიბრუნებთ, ხო აი ეს ური შალას ციხესიმაგრე დავკარგეთ. კაი, არა უშავს, იქნება ეს ტიალიც აიღოთ. სტურგიელებმა და მე წავართვათ ისევ. ოკეი, ეხლა მე რაც მინდა არის ის, რომ წავიდეთ და აი ეს ტაკორის ციხესიმაგრე ავიღოთ ჯერჯერობით, აქეთ ამ ხარეს საფრთხე აღარ გვემუქრება. მოკლედ მივად და მალამდე ხალხსაც დავარეკრუიტებ. აქედან გარნიზონიდან არმიასაც ავიყვან და დაგიბრუნდებით. ბიჭო, აქ რა ხდება ამასობაში? აქ მიასწარით, ხო, ვერ მივასწარით. მე მგონი თვითონ მეფე დავიჭირეთ, კაი, მანამდე ეს პატარა მისიაც შევასრულოთ, მთავარი მისია რაც არის. ოკეი, დანებდით ან მოკვდით. არ ნებდებიან 416 კაცი 363 კაცის წინააღმდეგ. ეგ არის, მოდი აქ შევიდეთ საერთოდ და გავერთოთ ჩვენგან რა მინდის. ბიჭო, არა ძალიან გაგვამწარის მოკლედ ყველა სამეფომ, რაც საფრანგეთის იმპერიაში გავწევრიადეთ. მეგონა ძალიან ადვილი იქნებოდა. არა, არ ვიცი. ძალიან ატრაკებენ უკვე, ერთთან დადებ ზავს, მეორე გიწყებს ბრძოლას, მერე იმასთან დადებ ისევ ის გიწყებს ბრძოლას და ძალიან გაგვიტრაკე საქმე უკვე, მაგრამ არა უშავს. ოკეი, ეხლა ტრადიციულად ჩვენი ნაჯახი ვიქილავთ. ცოტა უფრო ძლიერი ნაჯახი ჭირდება. კიდევ უფრო გააგოროს. მოწინააღმდეგე, მაგასაც დავკრავდა უეჭველი. ნახე ბიჭო. მე დავაკირო. ხო, რა იზია ამ ბრძოლას კი მოვიდეთ. ამ არმიასაც გავუნადგუროთ. რაც კარგი არის ჩვენთვის. და წავართ ეგრევე და ტაკორის ციხესიმაგრეს ავიღებთ, ოღონდ იმედია არ მოვკვდები ამ ბრძოლაში მაინც ბიჭო. ხო არ გადაო ტიპები რა შალიჩოვი. რავი, 3 კაცი დარჩათ. ეგ არის რა მოკლედ იზი გამარჯვება. სად დარჩა ვის მისდები? ეგ არის ეხლა არმია უცებ გავაძლიეროთ. აი ასე. მოდი პრისონერებსაც ავიყვან. 5 კაცი არის ვარემ ესენიც ავიყვანოთ. 723 ესენი არიან და 893-ნი, უბრალოდ 893-ნი ესენი არიან და 723 ჩვენ. კაი, არა უშავს. იქიდან რაღაც არმია მოდის. აუ, ესენი ახლა ჩვენ დაგვესხმებიან თავს დიდი ალბათობით. და იმედია ამ ციხესიმაგრის გარნიზონს არ გამოიყენებენ, მაგრამ რატომ მივცეთ მაგის საშუალება? გავეკიდოთ ეხლა სათითაოდ. მოდი აქ. აი თვითონ დაგვესხნე თავს და რამდენი არიან ახლა ნახოთ.
932-ნი არიან და 723. იზი გამარჯვება იქნება, შევიდეთ. მოკლედ არ ვიცი მე რამდენად ვიძახი, მაგრამ ეს ნაჯახი ძალიან მაგარი თემა არის და პოლიარმიც აი ამ თამაში არ ვიცი უბრალოდ სახეს აძრობ რა შესმოწინააღმდეგე, ეს ამაზე მეტი რა გინდა არ ვიცი. აი ესე. გავაძროთ ამ არასწორებს სახე. მე ისრები დაუფოცო ჯობია და იმედია მე არ მოვკვდები. აი ეს სისტერებიც კაი ტიპები არიან რა, შენ რო ყავს კაი ტიპები არიან, თორე როცა შენ წინააღმდეგ არიან ძალიან ტვინს ბუნავენ. აი ესე დახმარები მოუვიდა ამათ კიდე. რა ვიცი, ჯერჯერობით საკაიფოდ ვიქილავ. ოკეი. აი ესე. ნი დედავატირი ბიჭო. შენ რაღაცას შენი 193 ჩვენ ვართ 174 ისენი 75 ჩვენ მოგვიკვდა და 156 იმათ და აი ახლა დამხმარეები მოუვიდნენ რა თქმა უნდა 331 კაცი მოუვიდა დამხმარე ჩვენ დიდი ალბათობით მაქსიმუმ 100 კაცი მოგვივიდნენ მეტი არა ვარ სულ დაახლოებით 400-ნი ვიყავით როგორც მოგწონს აი ეგ არაფერი ახლა ძალიან სუსტი ხალხი მოუვიდა ხო აი უცებ კავშირი გაჩვენეს ჩვენზე მეტი უპირატესობა კი ჰქონდათ. სიძლიერითაც ასე თუ ისე ცოტათი ძლიერები იყვნენ ჩვენზე, მაგრამ მაინც იხევენ უკან, აი გარბია როგორც ხედავთ და კი მოვიდა დამხმარები, მაგრამ ჩვენ მაინც ჯობი ვართ. ხო, 100 კაციც არ მოგსულია ჩვენ, მაგრამ ოკეი, მაინც ჩვენი ალურია. აი ესე. ძალიან ცუდი ხალხი მოვიდა. ტირერთები არიან კოჩდები. ეს ის ნებდებიან, ახლა დანებდებიან და იზი გამარჯვება მოგვით რა. ეგ არის იზი გამარჯვება მოვიპოვეთ. კაი გავალთავისუფლოთ ესენი არ გვინდა მათ დატყვევა. პრესონერები ავიყვანოთ. კარგი შემოვარდით ალყა მოკლედ ამ ტაკორის ციხესიმაგრეს, არმია ავიყვანე და ვარეკრუიტე ხალხი ისევ. და ნახოთ ახლა მოკლედ რას ვიზავს 3 ფარტი კიდე მოსასვლელია ჯერჯერობით ცოტა დავიმატე არმია. აი ამას ავიღებთ, უეჭველი იზი იქნება. აუ კატაპულტების აშენება დამოვიწყდა მეც მაგარია. აი ესენი ავაშენებ ყველაფერი. ეს მონჩუგი იქნება, მონჩუგი რაღა იყო და თვითონ მეფე იქნებოდა. კაი ეგ არის მოკლედ if a watch is ეგ არის მოკლედ იზი გამარჯვება მოვიპოვეთ, ავიღეთ ეს ტაკორის ციხესიმაგრეც. კაი, ჩვენი შემდეგი მიზანი არის ეხლა ამ ბალგრადის აღება და ამ ეპიზოდში დედა უნდა უტირო, არ მაინტერესებს, სულ უნდა გავანადგურო აი ეს სტურგიის სამეფო, თორე უკვე ძალიან ტვინი გაღუნეს. ორი ეპიზოდია უკვე ამწარებენ ამ სიბირს, ხან ერთმა არმიამ შემოარტყარყა, ხან მეორემ და რა. 6 დღის საჭმელი კი აქვთ ამ დარჩენილი და დაგუნებდნენ საერთოდ. ბიჭო ეს ახლა არ მაწყობდა. კაი რა გამოვიდა? ეს ტიალი ბალგრადი. აი ეს უნდა მოუნიშნო. ეს მაზჰადანას ციხესიმაგრე, არ ვიცი რა ქვია, ვერ ვკითხულობ ნორმალურად. ვარჩეგი, რევილი და უსტოკოლის უსტოკოლი, ხო რა, უსტოკოლის ციხესიმაგრე დარჩა თან არასწორებს. ხო, ეს ჩვენი ტერიტორიები დავკარგეთ. ჩაიხანდი დავკარგეთ და მაკები ჯერჯერობით შვიდათ არის. ეს ჩვენი იყო ოსეკის ციხესიმაგრე, ეს დავკარგეთ.
და სირატოსის ციხესიმაგრეზე არის ალყა. ეს დაგვიკარგავს და დიდი ალბათობით დავიბრუნებთ. კაი, აქეთ ნახოთ ახლა დასავლეთ იმპერიამ რა წაგვართა და ჩვენ რა წავართით. ესენი დავიბრუნეთ. ჩანოფსის ციხესიმაგრე ჩემი გახდა საერთოდ, მე მომცეს ხმა. პოროსი მშვიდად არის ჯერჯერობით. ხო, ესენი დიდად არ გვაწუხებენ ასეა თუ ისე. კაი, მაშინ სანამ აქ ომს გავანახლებთ, წავიდეთ და აი ეს ოვის ციხესიმაგრე ავიღოთ, ბარემ არმია შეკრებილი გვყავს და დასავლეთ იმპერიას მოდი წავართოთ ეს ტერიტორიები და იქნება და მოვაწრო და ომორის წავართვა. შვენიერი იქნება, მე საერთოდ თუ დავგნებდებიან იდეალური იქნება და დავიწყებ საერთოდ ვიკინგების განადგურებას თავიდან ბოლომდე. აქ რა ხდება? ხმის მიცემა არის, მემაძლევენ ურიქსალას ციხესიმაგრე, ხო ეს ისედაც ჩემი იყო. დავკარგეთ და დავგვიბრუნა სამხრეთის იმპერიის არმია, შვენიერი. ეხლა ჩვენ ფართიში რა სიტუაცია გადავხედოთ უცებ. კაი, ესენი ყველა ტყვეთ იყო ჩავარდნილი, მოდი ჩემ მეუღლეს გავუშვებ და ერეკლეს გავუშვებ საერთოდ. აი, ასე ცოტა იარონ, არმიები მოაგროვონ და შემდგომ გამოვიძახებ სულ ყველას. ეხლა აქ რა ხდება? არაფერი ვერავის ვერ ვიძახებთ. ეგ არის შემოვარყად, ეხლა ალყა ამ ციხესიმაგრეს 427 კაცი არის, ავაშენოთ. ტარანი და ესეთი რაღაცები და ტრადიციულად ჩამოუნგრიოთ კედლები, კატაპულტები მოუნგრიოთ თავი და ბოლომდე და შეუტიოთ მერე. აი, მოვიგეთ ტრუპებით, მოკლედ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეხოცა, ჯარისკაცი უფროსწორად. ეგ არის ეს ციხესიმაგრეც ჩვენია. 438 დავრჩით. ნუ აქეთ ნახეთ, ძალიან შესუსტდნენ, მოკლედ ესენი უნდა გაუშვა, ეხლა მე აი უნდა გაუშვა ესეც. არა, ის 91 კაციანი მინდა. აი, აგერ ჩვენი მეუღლეც გამოვიძახოთ და ცოტა ტრუპებს მივცე. აი, ეს გაუშვათ, ესეც გაუშვათ, ესეც გაუშვათ, ესეც გაუშვათ, ესეც. აი, ამორს დავიტოვებ საერთოდ. ეხლა დავჭით 227, ესენი ცოტა მოიხოდებიან. და სალამ ხუზაიტების მხარეს გადავალთ. პეტრონ, აუ, გადაო. ამათმაც ბრძოლა დაგვიწყეს. რა გინდოდა პეტრონ, დაგვანებე თავი, რა ადამიანი არა ხარ. რავი, ალიანსი შეკრეს თუ რა ჯანდაბა გააკეთეს, არ ვიცი, აი დააგვით უბრალოდ. მთელი მაპი გვეომება ფაქტობრივად. ბატანია, ულანდია და ასერაის გარდა ყველა გვეომება. ასერაის ზავს გვიხდის და შეიძლება ამათმაც ომი დაგვიწყოს და ჯერჯერობით სამი სახელმწიფოს წინააღმდეგ გვაქვს ომი. რავი, ყველა ჩვენი განადგურება უნდა, მაგრამ მაინც ფეხზე ვდგავართ. მე მგონი უკვე დრო მოდის ნელ-ნელა რომ გამოვეყოთ სამხრეთის იმპერიას, თორე ესე დიდი ხანი მოგვინდება ძალიან საკუთარი სახელმწიფოს შექმნისთვის. ოკეი, აი ამათ როგორც კი გავანადგურებ, აი ეს ყველა ტურკიის ტერიტორია მინდა რომ იყოს ჩემ მმართველობაში. აი მე უკვე ავჯაყდები უეჭველი. თან მალამდე თუ ამ სამხრეთის და ჩრდილოეთ იმპერიის ტერიტორიებსაც დავიპყროთ, არც მაგაზე არ ვიტყუართ, უარს რაც მეტი, მით უკეთესი ჩვენთვის. კაი, ეხლა გადავდივართ ომორში. ვაფშე ხამე წავალ, ხალხს დავარეკრუიტებ, ესენი ჯერჯერობით ზავს არ დადებენ, ცოტას ჩემი კლანის წევრებს მივცემ, არმიებს და მერე შევუტევ ომორს. კაი, არყა შემოგვარტყეს. სამწუხაროდ არა დავიცავთ, არა უშავს, აქ რა ხდება, ოვის ციხესიმაგრე, ხო ეს სადაც ვართ და აკალად შემოარტყეს ხუზაიტებმა ალყა, იმედია ხუზაიტები არიან. ოკეი. 700-ნი ჩვენ ვართ, მეტნი, აგერ ჯამთრდებიან. და 828 ესენი არიან. კაი, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენთვის. საჭმელი აღარა გვაქვს საერთოდ და აი ეს არის ცუდი. 15 დღე კი გავძლებთ, მაგრამ მე მორალი დაგვეცემა თუ ამათმა არ შემოგვიტიეს, აქ რა ხდება? ზავი უნდათ. თუ ომი დაიწყო. კანონი მიიღეს, ხო? ოკეი. გვიან მივხვდი. კაი, შემოგვიტიეთ ეხლა, ბარე. აქ რამეს აშენებენ ისეთებს? აი ესენი გვინდა. აქ ეხლა ტაქტიკურად აღარ დავიწყებ დალაგებას. თავარია ესენი აშენდნენ და ეგ იქნება. აი ეს ავაშენოთ. აი მოკლედ შემოვედით, არანაირი უპირატესობა არ აქვს აქ. უკვე უნდა ვიყოთ ჩვენი გარნიზონის იმედზე და აი იმ კატაპულტების რაც ავაშენეთ.
მის იმედზე ვარ მე პირადად. იმედია ეგრე მაინც მოვიგებთ. აი რატო ვამბობ, იცი? აი ეს არის ძალიან ძლიერი რამე რა. გამოდი შენ იქით მიმიშვი, ჯიგარო. ეს ჩატენე. აი აგერ არის. სწორად დაუმიზნე და ძალიან ბევრი კვდება. ხა მე კი გავმაზე ეს. არა უშავს. აი ეგრე მე მგონი ესე გავარტყავ წესით. იგია ვაცილე ბიჭო. აი სამი კაცი ეგრევე მოკლა. უფრო მეცაც მოკლავს თუ კარგად დაუმიზნებს და ხა ჩემსავით. ესე ნუბურად არის სრის კიდე მე რამდენი გავმაზე. ბალისტა ქვია ამას როგორ ვერ გავეცნო ბიჭო 8 ეპიზოდია ამის სახელი ვერ გავეცნო. კიდე გავმაზე ხო არ გადაო. ცოტა ქვით უნდა დაწიო როგორ ჩანს და ეგ არის. ამათ სახეს გავაზრობ. ჯერ ამე თქვენი ეგ არის. ჯერჯერობით კარგად მივდივართ. 76 კილი მე გავაკეთე, 175 კაცი მოუკალით. დაუგდით. 42 მოუგდათ, 151 დაეჭრათ. ოკეი, ჯერჯერობით კარგად მივდივართ. იმედია ესე გაგრძელდება ბოლომდე 239-255 კაცის წინ. აუ, შემთხვევით ვისროლე ეგრევე დავაჭირი, არა უშავს. ხო, რა ეს კაიდია იყო კატაპულტების და ტარანების აშენება და ბალისტების. ტარანი რა შუაშია და ბალისტების აშენება. იმიტომ რომ ესე უფრო მეტი არმია დაუხუძეთ. ტაქტიკურ წყობას ვაშკარად ვერ დაალაგებდი, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. აი, აღარა მოდიხართ, აღარა ვინ ესე ვეღარ ვისხდი. აქეთ რა სიტუაცია. ხო, ასე ვეღარ ვისხდი ვაშკარად. იქნება დამხმარეები ცოტა კიდე მოვიდეთ. თუ არა, ერთსაც ვისხდი და იქით ხარეს გადავალე ხა. ოკეი. ეხლა მოწავალ აქეთ. ყველა წყალდღეზე დაბადებული ვარ. შვენიერი. მოდით აღვიძა. ეცხენიც წაიყვანეთ საიქიოში სადაც წაყვანთ. ეგ არის. ნიფეტრი კარგად მუშაობ ჯერჯერობით. აუ, სამაგერად მიგონას. ბიჭო ეს მეორე უკვე აი ესე შვენიერი აი ასე ვეხმარები ბიჭებს ვარ ჩავარდი, ოღონდ რაღაც არ ჩავარდი, მეტი არ პირადი. აი ასე. აი, ვარ გარბიხართ უკვე. აი ასე. ერთი დარჩა. ოკეი, ჯერჯერობით კარგად მივდივართ. იმედი მაქვს, ესე გავალთ ბოლომდე და კიდე მე რამდენი გავაფუჭე. აი, არა უშავს ახლა ახავალ. მგონი აქ კიდე უნდა იდგეს. აი, ეს ბალისტა. იმიშვი ჯიგარო. იმიშვი დრო გავაფუჭე. ბიჭო აი ისე მჭირდება ეხლა ჯერჯერობით მივდივართ კარგად კი არა უიდეალურესად მივდივართ რა სიტუაცია ხო 199 პირადად მაქვს კილი შვენიერი ეს რეკორდი არის ამ თამაში იზი გამარჯვება მოვიგოთ შვენიერი მერდებიან როგორ ჩანს ეგ არის დაიწყე შვენიერი გამარჯვება მოვიპოვეთ ესენი გაუშვათ არ გჭირდება ეხლა ცუდი ურთიერთობები არ ავიქცე საერთოდ
ეგ არის, დავიცავით მოკლედ ეს ციხესიმაგრე, ეხლა ნახოთ არმიების ეს გამოვიძახოთ. ესენიც გამოვიძახოთ. ჩვენი ძმის არმიაც გამოვიძახოთ. ერთი არმია გვაკლია. როგორც ჩანს ვიღაც მოგვიკვდა. აი მოდი აქა ჩვენი ძმა გავუშვათ. ესეც მოხვდავს არმიას. კაი, ეხლა მოდი არმია რადგან ხოძე გვყავს, ასე თუ ისე კაი ფორმაში ვართ. ომორში გადავიდეთ. ეს ომორია ვიყოთ უეჭველი ძველი სტურგიის ქალაქი არის. და მერე წავალ და აი ამ ორ ქალაქს ავიღებ, აი ამ ეპიკროტიას ავიღებ და ავიღებ აი ამ ციხესიმაგრეს და ხალხა არის ისევ სადღაც. მიზიაში და აი აქ შემოარტყეს ალყა. ხო, არ გვასვენებენ მოკლედ რა, ესე იგი სისხლი გაგვიშრეს. აი არა უშავს. ეხლა უცებ გადავხედო რა სიტუაცია არის. ლოიალიტი არ გვაკლდება, რაც მთავარია და მშვენიერი არის ეს ფაქტი. აი ასე, ცოტა ფული დავაბანდოთ. მოდი ეს გადავუშვათ მილიტაზე და არმია მოხოდოთ. კაი. ეხლა ჩვენ ცოტა ხალხი კიდე დავარეკრუტოთ. სალამ ესენი 80%-ზე არიან. და გადავიდეთ, მოდი ეხლა ეს პატარა ციხესიმაგრე წავართვათ. აი ეხლა ნახეთ რა ხდება. ეს გვიან შევამჩნიეთ. 800 კაციანი არმია დაგვადგა თავს. აი ესენი ვერ მოუსწრებენ. პიზდეთში ვართ. აი დიდი არაფერი განსხვავება თითქმის 300 კაცით მეტნი არიან. აი წამოვიბრძოლოთ. ნახოთ ახლა აქ უპირატესობა რა გვექნება. ოპა, მშვენიერი. სო, ტრუპები არიან. დედას უტირებთ სათითაოდ. ეხლა ნახეთ რა ვქნა. მაცადეთ ბიჭობა, თქვენ ასე გასწორდით. ოკეი. აი ეს იფეტრი ეხლა. აი აქ ჩავაყენოთ. აი ასე. უნდა დავაყენოთ F5-ზე. აი ასე დადექით ბიჭებო. აი ეხლა თქვენ რა შეგეხებათ. თქვენ მშვენიერი პოზიცია გაქვთ ჯიგრებო აი აქედან საქილაოდ. ხო, ესენი ამათ საერთოდ აი აქ ასე დავაყენებ. აი ძი. აი ასე და არჩერებს დავაყენებ აი აქ. მე მგონი კი არა წყლიდან წესი და რიგით არ უნდა გადმოვიდენ და ვერ გადმოვლენ. წესი და რიგი წყლიდან ვერ გადმოვლენ. ხიდი უნდა გამოიყენონ, ეს ჩვენი უპირატესობა იქნება, აი ეს ხიდი. ყოველ შემთხვევაში ესე მგონია თუ არა, მე ღმერთის იმედზე ვიქნებით. აი ესენი ასე დავალაგოთ. ოკეი. გელოდები დიდი სიყვარულით. აი კავალერია აქ შეაჩერეს ამათ. მოდი ვაფშე კავალერიაში დევაზე გავუშვებ და ინფეტრისთან მოვიდნენ. აი ასე. წადით ვაფშე თქვენ შეტევაზე. ოპა, შემოვიდნენ რა. ახორები ესენი. ინფეტრი ნატურალიზ. ასე. აი დააგვიდეთ უბრალოდ რა სიტუაცია არის ახლა. იმედია ესენი მუშაობენ, კი ბატონო. ეხლა მოდი ჰოუსარჩერები გავუშვათ ჩვენ წინ. აი ასე. აი მოკლედ იზი გამარჯვება მოვიპოვეთ, დავამარცხეთ, ის ხიდი ძალიან გამოვადგა როგორც უპირატესობა და ეხლა ვაგრძელებთ ისევ ამ ციხესიმაგრის ალყას. ეს კატაპულტებიც აშენდებანენერა ტრადიციულად კედლებს ჩამოუღებთ და ტრუპებს გავუშვებთ მერე ეგრევე და ეგ არის იზი გამარჯვება იქნება ჩემის აზრით. ამასობაში ომორ შემოარტყეს ალყა. ეს ცუდი ამბავია, ოკეი, ომორში საკაიფო თითგა გარნიზონი, მე მგონი ცოტა გაუჭირდება და მალამდე ამ ორივე სახებას წესი და რიგით მოვასწრებ. მერე გადავა და დავიცავ ომორს.
აი ნახოთ მოკლედ რა იქნება. აი ესეც იზი გამარჯვება. ეს ციხესიმაგრეც ჩვენია, ავიღეთ. აი ეხლა მოდი გადმოვიდეთ. ოპა! ნახეთ აქ პროსტა რამდენი არიან. მე მგონი ეპიკროტიას აღება გადაიდო თუ არ წავიდნენ ეს არასწორები. იმედია წავლენ ეხლა. ახლა აქ ალყა შემოართვავენ. კი. ვახ, ბიჭო, იმენ არ გაგახარეს. ამ ბატანიას საერთოდ რაღა უნდოდა ჩე. ავიც მოვაზე არა. აკალატი დავკარქეთ? კი, აკალატი დავკარქეთ. მაკები ისევ ჩვენია. ეხლა უცებ შევამოწმებ. რამდენი ტერიტორია გვაქვს? შევიდეთ, აქაც ვიბრძოლოთ. ხო, ესეთ იდეა მომივიდა და გავაკეთე მოკლედ რა. ამ ეპიზოდშიც ვიბრძოლებ სამხრეთის იმპერიასთან ერთად და შემდეგი ეპიზოდიდან უკვე ჩამოვაყალიბებ დამოუკიდებლად ჩემს სამეფოს რა. თორე უკვე ძალიან რთული გახდა რა ტერიტორიებიც ავიღეთ. ყველა ტერიტორია დავკარგეთ რა. ფაქტობრივად აი ეგრე გამოვიდა ჩვენი საქმე. ოკეი, ამათაც აქ გავშლი ახლა, ამათაც. აი, აქაც იდეალური გამარჯვება მოვიპოვეთ. ადვილად დავამარცხეთ. ეხლა დავიმატებ ამ არმიებს კიდე. იქნება, მე მგონი იქ ახლა 1200 კაცი აღარ უნდა იდგეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კაცი გამოვიდა და თავს დაგვესხვა ჩვენ. მე მგონი, ხო? ოხო. არა, უშავ შეუტიოთ, ავაშენოთ ეხლა სხვადასხვა რაღაცეები და ადვილად დავამარცხებთ ამათაც. აი, ეპიკროტიაც ავიღეთ. შვენიერი გამარჯვება. ვაშიმშილეთ, მორალი დაუგდეთ. 85%-ზე ავიდათ ამათ ეხლა ეგზოშენი. ომურს აქვს ალყა. ოკეი. აი, ეს ტურგია ვერ გავანადგურეთ ამ ეპიზოდში, ეგრე გამოვიდა. ხუზაიტები, კაროჩე, ისევ ტვინს ღუნავენ. ეს ორი ქალაქი მშვიდად არის ამ ტერიტორიაზე. ეს პატარა ციხესიმაგრეები მშვიდად არიან, მაკები მშვიდად არის, ჯერჯერობით, შეიძლება მალე დაიპყროთ. აქ ესენიც მშვიდად არიან. აი. გონი ეხლაც რო გამოვეყოთ და უკვე დამოუკიდებლად დავიწყოთ. ჩვენი სამეფოს ჩამოყალიბება გვიანი არ არის. ამისთვის მე მჭირდება ხა კლანში ჩემს კლანში მოვიწვიო ჩემი ოჯახის წევრები, ყველანი საერთოდ 1-2 შვილი კიდე მინდა გავუმოძღარი ვარ, იქნება ჩემი მეუღლეს დავაფეხძიმო. აი, აგერ რამდენი შვილი ყავს ახლა რომ ნახოთ. მტერი ვიგახდა, ვიპონი გახდა ჩვენი მტერი, არა უშავს 1 2 3 5 შვილი ყავს მოკლედ ისევ. მე მგონი ვახტანგ შეეძინა 1 ერეკლეს 1 ამაზოს რამდენი ყოლია ნახე. ხო, ალეია ეს ჩვენი და არის და მივათხოვეთ ერთ-ერთ სტურგიელ ვაჟბატონს. ბორიტორს. აი ამას. ამასთან ურთიერთობა კარგად აგვაქვს. მოკლედ ეხლა აი ამას დაველოდები, მოვიდნენ ჩვენს პარტიში. ცოტა გაჭედა. ოკეი. დაველოდები ახლა ჩემი ოჯახის წევრები მოვიდნენ ჩვენს პარტიში და ეპიკროტიაში რო დაველოდები, აქ როგორც კი მოვლენ, მერე ჩამოვაყალიბებ უკვე ჩემს სამეფოს. მოკლედ განახებთ ყველაფერს რა როგორ ხდება და რანაირად უნდა გააკეთოთ. მალამდე არმიას დავშლი. აი, ეხლა გამოვეყოთ რაგია სამეფოს. აი, ასე Liao Kingdoms დავაწვევით და Keep All Holdings აწვევით და ოპა. აი ესე, ამ მომენტისათვის ჩვენი მტერი მხოლოდ სამხრეთის იმპერია არის, მაგრამ ამათანაც ურთიერთობები ყველასთან კარგი გვაქვს, ასე რომ მზავსაც ძალიან მარტივად და მალე დავდებთ. და უკვე შევეცდებით შემდეგი ეპიზოდიდან რომ გადმოვიბიროთ რაც შეიძლება მეტი ლორდი ჩვენს სახელმწიფოში და შემდგომ უფრო და უფრო გავძლიერდებთ ამ ყველაფერს შემდეგ ეპიზოდში ნახავთ, ოღონდ ამჯერად ეხლა მე რაც მინდა ერთი წამით ეს ვინ არის ჯაკულიოს ზებუარ აქ არავის გავსი არ არის მოდი აქ გარნიზონში ჩავაყენებ ცოტა
ოხ. ეს ცოტა დავიმატებ. დანარჩენი იყვნენ. ხო, ამას ვერცლი ახლა რა თქმა დავაყენე. აი, არა, აქ ხომ დიდი მნიშვნელობა გადავალ რომელიმე ქალაქში. და იქიდან დავიწყებ. ვაფშე აქედან შემიძლია საერთოდ აი აგერ მივალ. აი უცბად ხა მარტივად რო განახოთ. რას როგორ გავაკეთებთ? აგერ მივალ. გარნიზონი კი არა. სად არის ბიჭო? აი აქ ჩავაყენებთ. სად არის ჩვენი ოჯახის წევრები არ მოსულა კიდე? ჩემ ფარტიში არიან, რატო არ ხო არა წესით უნდა შემეძლოს, რატო ვერ შვები აზე არა ვარ. აი ახლა ნახეთ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სახელმწიფო. დავილაპარაკებით ამ ვაჟ ბატონს. აი აგერ. კი ბატონო. მოდი ენა იყოს სამხრეთის იმპერიის შვენიერი და ეგ არის. ოპა, დიდი ასოები დავაწეროთ. ჯორჯია Kingdom. სამეფო ვარ ჩვეულებრივად. Georgia Kingdom. აი ესე. და ვალა, მიესალმეთ 1099 რა შუაშია. 1093 წერს. საქართველოს სამეფო ჩამოყალიბდა კლარდიის მაპზე. და მიესალმეთ გიორგი მე-13-ს. აი აგერ ეს ჩვენ ვართ, ეს ჩვენი ძმა არის, არ ვიცი ეს ჯუჯა რატო არის. მე და ჩემი მეუღლე საკმარისად მაღლები ვართ, დანარჩენი დაბლები. ოკეი. შვენიერი. აი ესე მიესალმეთ საქართველოს სამეფოს. ეხლა მე ერთი რა უნდა გავტესტო, იცი? აი Heroes არა ხო? Kingdom და რა თქმა უნდა, Georgia Kingdom. აი ეს არის ჩვენი საქართველოს სამეფო, ესე ჩვენი ტერიტორიები, ციხეები, ქალაქები და ომი გვაქვს მხოლოდ რაგიას იმპერიასთან. რაგიასთან 54 მაქვს პრინციპში მე ურთიერთობა. ეს რა არის აზე არა ვარ, რას დავა ხო, არ მაინტერესებს ეს. ეხლა უცებ ფართები შევქნათ. მატილდა აი მოდი პრინციპში ამას მივცეთ, არ მინდა. ჩვენ დავარეკრუტებ თავიდან გარნიზონიდან ავიყვანთ, არც ეგ არ არის პრობლემა. ეგ არის. და ეხლა ხო ერთი რას დამჩა, გიორგი აღარ მე მინდა მერქვეს მტრებში ვინ არის იათანი. ხო, მტრები არ აყავს ბევრი, მეგობრები საკმარისად ყავს. და აქედან ბევრის გადმობირება შეიძლება. შვენიერი. ოკეი, მიესალმეთ გიორგი მე-13-ს. გიორგი ეგ არის, გიორგი მე-13. შვენიერი. და ხო, ინფლუენსი აღარა გვაქვს. ეხლა მოდი უცებ მეგობრებო, შეჯამება რო გავაკეთოთ დღევანდელი ეპიზოდის რა როგორ მოხდა. ვიბრძოლეთ სამხრეთის იმპერიასთან ერთად, დავიყვარით ბევრი ტერიტორია, ზავიდავდეთ ვიკინგების წინააღმდეგ, ომორი დავკარგეთ ბატანიამ წაგვართვა, საბოლოო ჯამში შევძელით და მერვე ეპიზოდშივე ჩამოვაყალიბეთ საქართველოს სამეფო. შემდეგი ეპიზოდიდან უკვე მაქსიმალურად ვეცდები რომ რამოდენიმე შემოტევები იქნება და მოვიგერიო უეჭველი სამხრეთის იმპერიის, სანამ სხვა იმპერიები და სამეფოები დაგვიწყებენ ბრძოლას და რაც შეიძლება მეტი ლორდები გადმოვიბირო ჩემ სახელმწიფოში. მივცე რამოდენიმე ტერიტორია და დავიწყო უკვე საქართველოს სამეფოს გაფართოება. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონა დღევანდელი ეპიზოდი, ჩემი თხოვნა იქნება დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. მადლობა ყველას ყურადღებისთვის და ნახვამდის.